რატო? მიშო There's something about us I've got to say 'cause there's something between us anyway I miss you more than anything in my life I need you more than anything in my life I miss you more than anything in my life I need you more than I want to announce one thing. We are closing today. I don't really know how to explain how it happened in this very given moment. I'll try to keep on rapping, plus making funny story about what's going on. I really don't know if you will take it closer to heart, but I really will, cause that's the place where my girlfriend works. She's right there. She said about me she was upset today, and I don't know why didn't she say anything to me. So I was like, what really happened? Like, I don't know, but I just want you to know something about me. Here you go. It might have been the right time. It might have been the right one. 'Cause there's something about us I've got to say. 'Cause there's something between us anyway. I need you more than anything in my life. I need you more than anything in my life. I miss you more than anything in my life. I need you more than anything in my life. გამარჯობა თქვენ უყურებთ გადაცემას ბილის სტუმარს. შეგახსენებთ, რომ მომავალი ფილმის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ახალგაზრდა ნიჭერთაობას. დღეს კი ჩვენი სტუმარია მიშო ელიავა, ალბათ ზოგისთვის ნაცნობი, ზოგისთვის უცნობი, მაგრამ ეჭვმეპარება ვინმესთვის უცნობი იყოს. ძალიან დიდი მადლობა მიშო, რომ მოხვედი. მოდი, დავიწყოთ თავიდან, სუსტ თავიდან. როგორ მივხვდი, რომ აი მუსიკა იყო შენი? ხო, ანუ ჩემთან სახლში ყველანი არიან მუსიკოსები, ვარ კლასიკური განხრით და იმიან მიჩვეული ვიყავი ამას, რომ საერთოდ არ წარმოვიდგინა, რომ მეც მუსიკოსი უნდა ყოფილიყავი. დედავები და მამა ყველანი იყვნენ კონსერვატორიაში და ერთხელაც არ მიფიქრია, რომ შეიძლება მეც მაგით წავსულიყავი, იმიტომ რომ სხვა მხარეს ვიყავი დაინტერესებული. მერე დავიწყე გიტარაზე დაკვრა. ანუ შესაბამისად, რადგან კლასიკა იყო, მე სხვა რაღაცა მინდოდა განსხვავებული რაღაცა მინდოდა ამერჩია, ამას დავიწყე გიტარაზე დაკვრა, ესთან ბავშვი ვიყავი. და მერე ისე გამოვიდა, რომ ჩემი მეგობრის გიორგი ჭილაიას ბენდში ვეხმარებოდი ხოლმე ხანდახან რაღაცებს, გიტარის ამბავში და მერე გავხდი გიტარისტი, მერე ჩამოყალიბდა ჯგუფი ინერვოისი, ჩემი ძველი ბავშვობის ჯგუფი და მერე ცადე მან სიმღერა, რომ აბა იქნება და გამომივა და ესე ცადე და თურმე გამომივიდა. და მერე გავაგზავნე ცოტა ხანი ვიყავით და მერე დავიშალეთ და მერე გავედი X Factor-ში. X Factor-ში რო გავედი მანდ უკვე რატო მოგინდა რატო მოგინდა ძალიან გამიკვირდა მე რო დაგიმიტარ მე ვარ მიშოს კონცერტზე ნამყოფი ადრე თავი ჯგუფთან წავეყრე და ცოტა გამიკვირდა ხო კონცერტებს დავწივა და ცოტა გამიკვირდა რო დაგინახე იქ აი ვერ წარმოვიდგინე რა უნდა მიშო ელიავას X Factor-ში ხო ანუ რა უნდა გეტყვი რატომაც არ უნდა
ერთი, იმიტომ რომ Inner Voices მე არ ვარ ვიყავი რაღაც კონკრეტულ სტილზე ჩამოყალიბებული, მაგრამ ნუ დავფიქრდი იმაზე, რომ მეთქი ახლა რა ვაკეთო. და ყოველთვის მინდოდა ხოლმე რაღაც დიდ სცენაზე ვიმღერა, თან პრინციპში იმ დროს საქმეც არ მქონდა და ასე ვთქვათ, მუღამი მქონდა, რომ გავსულიყავი რაღაცა პროექტში, მეტი არაფერი, გავედი ცოტა უკვე ოდნავ ჯაზის მიმართულებით ვიყავი, წასული და მოკლედ რო თქვა გამისწორდა, პროექტი გამისწორდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, ისეთი რომელსაც აი ესე უბრალოდ არიღებ ხალხთან ურთიერთობაში, ხალხის ფიდბექიდანაც, ანუ რასაც იღებ მსმენელისგან, ცუდი იქნება ეს ფიდბექი თუ კარგი, ეჩვევი მაგ ყველაფერს და იქ გამოცდილება არტისტისთვის არის ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ესე უბრალოდ არ მიიღებ, აი უბრალოდ აუცილებლად უნდა მიიღო ის აი ძალიან დიდი აუდიენციისგან და იქ თუნდაც აი იშვიათად არის რომ ეხლა რომელიმე ქართულმა ბენდმა დაუკრას ფილარმონიაში, იმიტომ რომ ერთი ფილარმონიის ქირავად ძვირიბის და მე კიდე შევსებაც, ხო და იქ კიდე იყო სულ სავსე, ყოველ შაბათს იყო სავსე ფილარმონია და ყოველ შაბათს მე და მე გამოცდილებას ვიღებდი და მე და მე ენერგიას ვიღებდი ხალხისგან და მეც გავცემდი შესაბამისად და ეგ იყო ძალიან სასიამოვნო და პრინციპში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო, რატომაც გავედი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ აი ეგ ჩემი გამესწორებინა, რომ დიდ სცენაზე გავხვალ უყურებ ამდენ ხალხს და შენ მღერი ხარ და ტაჟს გიკრავენ შენ კონკრეტულად და ძალიან სასიამოვნო არის ეგ და რავი ხო და განსაკუთრებული მიზეზი არ ქონია, არ დამჯდა ვარ და ეხლა გავიჯდე თუ გავაკეთო და აუდეგი და გავედი. ხო, აი ეს და კარგად გამოვიდა. კი, ნაცვლად კარგად გამოვიდა. იცი რა არის, ანუ ესე გამოვიდა თითქოს რომ თუ საქართველოში კონკურსში არ მიიღებ მონაწილეობა, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ხდება, სხვა არაფერი არ არის, ხო? ანუ ერთ-ერთი მიზეზი მაგ ყველაფერს ისაა, რომ განაისრო ცუდად არის შოუ-ბიზნესი არ არის. შოუ-ბიზნესი უბრალოდ არ არის ჩვენთან და ეგ ძალიან გასაგები არის, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობაც დღეში არის და არავის არ აინტერესებს, რომ ჩადოს ფული ვინმე მუსიკოსში, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავს, რომ აი მე რას მივიღებ ამისგან. მაგრამ აი ხო დადება რაღაც პატარა ღონისძიება. იმას ვამბობ, ეხლა წამოვიდა ეგეთი რაღაც, თუნდაც ძალიან დიდი მადლობელი უნდა ვიყოთ ყველა Alter Vision ჯგუფისთვის, ვინც ადგა და აი გააკეთა ესეთი რაღაცეები, newcomers-ს ჩვენც ვიყავით ჩემ ჯგუფთან ერთად 2012 წელს. ხო, კი ვიყავით ხო და ეგეც იყო, აი ძალიან ორგანიზებული იყო, იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ზუსტად ის სიტუაცია იყო, რაღაც ფესტივალივით, რომ ყველა ჯგუფს თავისი ოთახი აქვს იქ და რაღაც თავი არ გვეგონა რაღაც ბანდს კონცერტზე, როგორც არის ხოლმე ჩვენთან იქ ჯეკი უნდა შენ თვითონ უნდა შეაერთო და რაღაც უნდა შნურს დააფურთხო, რომ კარგად იმუშაოს და რაღაც ეგეთი ცვლილებები არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ორგანიზებული და იყო ძალიან კარგი. და იყო ძალიან სასიამოვნო და ნუ უბრალოდ ასეთი ხალხი არის ძალიან იშვიათად ვინც ადგება და იშვიათად ხვდება ვინც ადგება და ჩადებს მუსიკოსში რაღაცა თავის თანხას თუნდაც, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავს და ძალიან გასაგებია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ან ძალიან ბევრი ცდილობს, რომ წავიდეს მე ხარვარგარეთ. ეგ ძალიან გასაგებიც არის, მეც ძალიან ბევრი ვფიქრე, ახლა ვფიქრობ, რომ წავიდეს ხარვარგარეთ და ეგ ას კარიერა ავიწყო, მაგრამ კიდე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ გავაკეთო რაღაცა და ამას ხელს შეუწყობს ქართულად თუნდაც სიმღერების წარმოება, იმიტომ რომ ხო, მე მოგწონს თქვენ ჯგუფში იყო რაღაც რაოდენობა. კი, ერთი სიმღერა იყო ქართული საახალწლო, რომელიც ძალიან გაიქაჩა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ ენა რო შენი არის პირდაპირ გესმის და არ გჭირდება იქ translate Google-ში შესვლა და ნახვა რას ნიშნავს რა და კი უკვე ინგლისური ყველა მიცის თითქმის საქართველოში და ძალიან მარტივად აღიქმება ეგენა, მაგრამ მშობლიური როცა არის ენა და შენთვის
ნაცნობ თემაზე რომ შენენაზე ელაპარაკებიან, ბევრად მისაღებია. საერთოდ ხო რა ვიცი, ხო მეც ხანდახან მეცინება ხოლმე ქართულ ისეთ სიმღერებს რომ ისეთ სასაცილოდ გამოდის ხოლმე ჩვენი სიტყვებით. ხო და ეგ არის არასწორი აზროვნების ბრალი, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ქართული არ უხდება უცხოურს რომ თუნდაც ინგლისურს ისე კარგად არ ესმით და ვერ იგებენ და ამიტომ არ არის სასაცილო და ქართული რომ არა მაგაზე არა ინგლისური უბრალოდ რადგანაც გლობალურად უკვე სოფლიო ენა არის მაგიტო ყველა მიჩვეულია რომ ინგლისურად არის ყველაფერი თორე ძალიან ქართული ენის გამოყენება რომ კარგად შეძლო ძალიან კარგი რაღაცების გაკეთება შეიძლება, სიტყვებით თამაში და ყველაფერი ძალიან ლამაზად შეიძლება გააკეთოს სიმღერაში. უბრალოდ მიჩვეული რო არის მაგალითად ვიღაცა რო აი უსმენს პანკს და რო ელოდება რომ ხა ინგლისურად დაიწყებს რაღაცა სიმღერა და სიტყვაზე დაიწყება ქართულად, ეუცხოვება, მაგრამ მაგას ცოტა ხანი უნდა დაფიქრება და ცოტა ხანი თუ კაი ტექსტი არის ქართულად. ცოტა ხანი ჩაუჭდები. პრინციპში არის და მე გაგისწორდება და ეგ არის ერთ-ერთი საჭირო, იმიტომ რომ არის ჯგუფი არა და ჯგუფი ყველა ესეთი ტიპები არიან, რომლებიც ძალიან მომწონს ეგ ჯგუფი, იმიტომ რომ დაიწყეს სიმღერების ქართულად გაკეთება, პირველად რაღაც პუბლიკურ მანერებზე გადაუდნენ და ანუ ეგეც ძალიან კარგად გავცელდა, იმიტომ რომ ხალხისთვის ნაცნობი რაღაცა იყო და თან სასაცილოც იყო და მოწონდა იმ საზოგადოებასაც, ვინც ძალიან ანდერგრაუნდში არის და ალტერნატივაში არის გადავარდნილი და მოწონდა მასასაც, იმიტომ რომ მასა პირდაპირ იგებდა მაგ ყველაფერს. ხო და ჯგუფი არა კიდე ჯგუფი არა უფრო ნაკლებად აი ესეთ გადაურებზე არაა დაფუძნებული და ზურა ჯავახიას მაგალითად ძალიან კარგად გამოსდის სიმღერების მარტივ ენაზე ქართულად წერა და ძალიან ბევრი მოსმენა აქვს. ძალიან ბევრი მოსმენა. ხო ეგ ძალიან მიხარია რომ ეჭვია. კი, ოღონდ იმდენად ხშირად არა და ხან ძირითადად დამთავრება მეზარება ხოლმე სიმღერების და ეგ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩაჯდომა მეზარება ხოლმე, მაგრამ ეხა ნელ-ნელა რაღაცას ვაკეთებთ, ოღონდ ჯერ არ ვიტყვი რას. რამე ახალი ჯგუფია? ხო, ჩვენი ზოგი ინერვოისიდან არის ხალხი, ზოგი მეგობრები. რატო გაიშალა ჯგუფი? იმიტომ რომ ერთი რაღაცის გარშემო განახალხი არ ტრიალებით ერთი რაღაცის გარშემო, უბრალოდ სხვადასხვა ტიპის მუსიკა ჰქონდა, აქეთ რაღაცა იყო, იქეთ რაღაცა იყო და შეკრული არ იყო, ერთი კონტექსტით არ მიდიოდა და ეგრე არის ძალიან რთული, რომ რაღაცა შეკრული დარჩეს, იმიტომ რომ ხან იქ რაღაც ხასიათის თან პატარები ვიყავთ, იქ თან გვინდოდა რომ ცოტა რთული მუსიკა გვეწერა, რომ ამგვარი ყავთ და გვეწერა ანკი უბრალოდ ველოდებოდა, მაგრამ მაშინ თან გვინდოდა რომ აი ჩაღრმავებული ყოფილიყო და რაღაცნაირი ყოფილიყო და გამოვიდა ბოლოს ცოტა ესეთი არეულდარეული და ვერ გავყევით ერთხელს თორე. ეხა რამეს ვიზამთ ალბათ. აი იცი რა მაინტერესებს პირველად ანუ კონცერტზე ინერვოისთან ერთად გამოხდი? პირველად კონცერტზე მოვედი. კაი, ხო, კი. მიშელ ლეონ დადგა სცენაზე ფეხი მე. ხო, მიშელ ლეონ სცენაზე ძალიან გავუსწორდა, მან მოეწონა და მაგიტომაც მე გავიდა თუნდაც X Factor-ში. და იცი რა მაინტერესებს შენი ოჯახის წევრები როგორც თქვი, ყველა კლასიკისგან არის შენ არ ხარ. ანუ როგორ რა დამოკიდებულება ხო რა დამოკიდებულება. არა, ეგ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ ესეა ხოლმე რომ ერთ ოჯახის წევრები რომ რაღაც სხვა სფეროში არიან, მიმართ პროტესტები ჩდებათ ხოლმე და ხო, პროტესტი არა, უფრო მობეზრება და ახალისძიება ამადი არაფერი. ხო, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს განსაკუთრებით, როცა ინერვოიში არ ინერვოიში ხან თყოდნენ ხოლმე რა არის. აი, ეხლა რეპეტიცია. მოდი სახში. და ეხლა ნაკლებად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მთელ საქართველოს რომ ხედავდა, ამ სწორდებოდა და მოწონდა ეგ. საერთოდ გოგოში მონაწილეობა ძალიან დიდ ნერვებს უტოლდება, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი დაკვირვებაა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი, თვითონ ანუ მე ცოტა ის ჰქონდა, რა ქვია, ბევრი ლომად აგრესია იყო ჩემი მიმართ, იმიტომ რომ დამოკიდებულება ქონდა ხალხს და სხვანაირი. იმიტომ რომ გამოვიდოდი სცენაზე და ხანდახან თუნდაც
ვღადაობდი რაღაც და ღადაობა მანერ ცოტა შეიძლება და მაჩვენ მეთამაშე ხალხს ეგონა რომ ახლა ამას თავში აუვარდა და ეგ როცა რაღაც საკეთებ და ცოტა დარწმუნებულად აკეთებ შენ თავში მაგრამ რაღაცას და თან ნაცაკვირ აღიქმნება ცოტა ცუდად ანუ მიწოდებული იყო ცუდად იმიტომ რომ იგრძნობოდა რომ უბრალოდ ტიპი არის რომელიც თავის თავზეა შეყვარებული და ახლა და მაგიტომ პირდაპირ მიდიოდა ანუ სიმღერას აღარ აქცევდნენ საერთოდ ყურადღებას და ასე მგონია იქ რომ სულიყავი რაღაც ინვალიდი მე მიექცეოდა სიმღერას ყურადღება და ახლა არ ექცეოდა თითქმის ხო საერთოდ რაღაც ისტორიები შეთხსოვი ისტორიები კარგად ხო ეგ ხო მაგრამ ხო მე მართლა ისე ძალიან ავდექი ერთ კილოს მივედი X Factor-ში ვიმღერე და შენ საახლობოს ოჯახის წევრს არ გავკვირდათ X Factor-ში მოწერობის ხო ცოტა ის ქონდათ რომ ხო ეს უკვე სერიოზული რაღაცა არის და არა მე არც მქონდა პრეტენზია თავიდან რომ იქამდე ფინალამდე მივალწევდი და მეორე ადგილზე გავიდოდი ბოლოს კი გამაგდეს და მე დამაბრუნეს მაგრამ ბოლოს მაინც მეორე ადგილზე გავიდი ხო და კი გავუკვირდათ თავიდან მაგრამ მერე პირიქით ანუ ეგაა ცუდი ეხლა ზუსტად რომ ამდენი ხანია თელის ხო მარტიდან მოყოლებული საფულის ბოლომდე ვიყავი ამდით სცენაზე და ეხლა ის არის აი ეგ უნდა მეკითხა რა საკეთებს X Factor-ის მე შევიდე ხო სად X არის Factor-ის მე მგონი არავინ არაფერს არ აკეთებს ჩვენ ქვეყანაში բոլ შემთხვევაში და ანუ ისევ და ისევ არ ვიცახი რომ აი საქართველოში ანუ ძალიან გასაგები არის რომ არაფერი არ ხდება იმიტომ რომ ისევ და ისევ უფრო არავის არ უხდის რომ ჩადოს ვიღაცაში რაღაცა X Factor-ში უბრალოდ ის ხდება რომ იმ მომენტში რაღაცა პროდუქტი იქმნება ანუ იმ მომენტში საყურებელი შოუ არის და მე როგორც წესი მთავრდება და მე უკვე ძალიან შენზე არის დამოკიდებული რასიზმი იმიტომ რომ რაღაცები ცხრება და ხომ ახლა ჩემზეა დამოკიდებული და ხო უკვე დიდი ხანი გავიდა ხო ჩავარნა მქონდა მე აღად ვიყავი და ამიტომ გაგთვის არის და საერთოდ არ გამხელორი კაცო რაღაც ანუ ყოფილი რა მე კონცერტი ჩატარდა მის ვერაშიც კი რაღაც კონცერტები მქონდა სულ არა რაღაც ხანდახან რაღაც კონცერტები მქონდა მაგრამ ისეთ სერიოზული არ ვიმდო რომ ისეაც არ ხდებოდა არაფერი თვითონ აი ესეთი ივენთები ხდება მაქსიმუმ რიფერში დივანში მასიური კონცერტები აღარ ხდება საერთოდ მე ისეთ შეცდომა მაქვს რომ აი როცა ვეძებს ქართულ თუნდაც მუსიკას ან ჯგუფებს და ასე შემდეგ ყოველთვის რაღაც უნდა მოძებნო YouTube-ში კონცერტი არ არის ხო უნდა ეძებო ან სოციალურ ქსელში რომ ვიღაცამ რაღაცა დადოს და ურა მოუსმინო ხო მაგრამ ეს რა ვიცი რეალურად ყველა თითქმის ისეთი მუსიკოსი გადავიდა სოციალურ ქსელში ვიდეოების ატვირთით და სმენით ხო ხო იმიტომ რომ ძირითადად ყველა Facebook-ზეა ხა და მოგწონს ეგ მე მაგალითად არ მოწონს მე ადრე მახსოვს რომ იყო კონცერტები და დავდიოდი ხო მაგრამ ანუ ხო ეგ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რაღაცა არის Facebook-ი იმიტომ რომ ეხლა ხო და ხას მე მგონი YouTube-ზე ხო აი ძალიან ბევრი არტისტი YouTube-ით არის გაქცეული უცხოეთშიც ჩვენ არა უცხოეთში კონცერტებიც არის ეგა პრობლემა არა ჩვენთან პირდაპირ აქვს კავშირი Facebook-თან ან უცხო ვიდეოებზე და იკეთებენ იმას რაც უცხოეთში ხდება ხო ანუ აი თქვა ახალი სიმღერა გაქვს და ყველა ვარიანტში ნახავ YouTube-ზე ხო ჩაწერე სტუდიაში ნახავ YouTube-ზე და არ ჩაწერე სტუდიაში და ლეპტოპთან და რა ინტერნეტში ხო ან ეგ ამ სტუდიაში შეწერ კარგ შემთხვევაში და რაკეთებს კარგად ხო ანუ მაგას კონცერტები ისე და ისე იმასთანაა დაკავშირებული რომ არ უღირს უბრალოდ და იცი რა მეტყვი ხო ტიპებს არ ვიყავს ადრე იყო ხოლმე რომ რაღაც პატარ-პატარა ორგანიზებები და რაღაცები ქუჩაშიც იყო ისე ეხლა არის ესეც რაღაცები ქუჩაში კი ანუ ეხლა იმას რაღაცები იყო ხოლმე იყო კონცერტები მე ეგეთი რაღაცები ეხლა დაჟე უფრო მეტი ხდება მე მგონი იმიტომ რომ ანუ რაღაცეები მართლა კეთდება აი რასაც ვატყობ თუნდაც სოციალურ ქსელში ამდენი რაღაცა რო იდება და ამდენი რაღაცას რო ჩალიჩობს თუნდაც ის ვაინები გადმოიღეს ხა და ძალიან ბევრი აკეთებს ამ ვაინებს თუნდაც მე იმიტომ რომ მე ვონთ კომერციულ ვაინებს ნაკლებად ვაკეთებ თან ეგ რო გადმოიღეს ეგ მიხარია პრინციპში თუნდაც სოციალურ ქსელში იმიტომ რომ მანამდე რაღაცა კონცერტები იყო მაგრამ
ისეთი არაფერი არ ხდებოდა მაინც, რომ თქვა რომ აი პრინციპში ხა საქართველოს და თბილისი კონცერტებით მაგალითად შეიძლება არც არასდროს არ იყო ეგრე, იყო მარტო რაღაც 90-იანებში გონი და ეხლა ეგრე ხო, ეხლა კონკურსებია ძალიან ბევრი. ხო, ეხლა კონკურსებია და ეგეც კარგი არის პრინციპში, იმიტომ რომ კონკურსებში ძნელნელა ისეთი ხალხი იწვევს მონაწილეობას, აი მაგალითად წინაზე X Factor-ში ბენდები არ იყო და ეხლა მეორე სეზონში ახალი კატეგორია არის ბენდები. და ეგ არის ძალიან კარგი. ჩემი მეგობარი არის გასული, მირაკლი ნუნიაშვილი. ხო და წარმოადგენს თავის ბენდთან ერთად პულსი ქვია ბენდს, პულსი. ხო, ეგენი გავიდნენ ეხლა და end is near, and so I face the final curtain. My friends, I'll say it clear, I'll save my case, of which I'm certain. I've lived a life that's full, I've traveled each and every highway and more, much more than this. I did it my way. Regrets, I've had a few, but then again too few to mention. I did what I had to do, I saw it through without exemption. I planned each charted course, each careful step along the highway and more, much more than this. I did it my way. Yes, there were times I'm sure you knew when I bit off more than I could chew. But through it all, when there was doubt, I ate it all and spit it out. I faced this all and I stood tall and did it my way. Yes, it was my way. იცი რა მაინტერესებს კიდე წახდოდი აქედან? წახდოდი. კი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხანდახან რომ მოიცა, ეხლა აი ბოდიში გაწყვეტინებ. ნიჭი გაქვს. ყველაფერი გაქვს საშუალო, ნიჭი გაქვს თავარი, რაც უნდა კონდეს, რომ იქ მოხდეს ადმე ნორმალურ მუსიკალურ, თქვა, აკადემიაში. რატო ხარ აქ? რატო ვარ აქ და აი მაგას ვამბობ, რომ აქ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო. დროდებზე უნდა იცოდო აქ. არა, ხო, ნახოთ. ახლა არ ვიცი, ახლა იმ პერიოდში როცა ცოტა ვფიქრობ საით წავიდე. ერთი ვარიანტი რა, ყოველთვის მინდოდა თუნდაც მუსიკლებში მონაწილეობა. აი, ეკოდა მეკითხა ზუსტად. თავი შედის თუ არა თქო. კი, ძალიან ყოველთვის მიყვარდა მუსიკლები და ძალიან მიყვარს აი თუნდაც მთელი ნიუ-ორლეინი თავისი ჯაზობებით და ამბებით და სიამოვნებით ვისწავლიდი ბერკლიში თუნდაც, მაგრამ
აი იმის სურვილი ან იმის ამჯერა რომ ეხლა წავალ იქ რაღაცას ვისწავლე და მე ჩამოვალ და აქ მე რაღაცას ვიზამან მაგის ამჯერა მინდა რომ არ ვიცი გამომივა თუ არა მაგრამ აქ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო და თუნდაც მიუზიკლი დავდგა რაღაც და რაღაცა ისეთი გავაკეთო რაც მეც მისწორდება და სხვებსაც მოეწონებათ და ყველა იქნება ბედნიერი და ავი ჯერჯერობით ვფიქრობ და რაღაცებს აი მომოფეხა რომ ვაკეთებ ხარ რაღაცებს და ხო იმიტომ რომ აქედან ვინც წასულა თითქმის არ დაბრუნებულა ხო ნუ ესეც არის მაგრამ ვერც გამტყუნა ხო ანუ ვერ გამტყუნებ მაგას ვამბობ მაგრამ აი ისე ვარ რა მაქვს სურვილი მართლა რაღაცა გავაკეთო არ ვიცი წავალ თუ არა ნამდვილად და კონკურსში მიიღებდი იქ მონაწილეობას არა აი კონკურსში მეორე მონაწილეობის მიღებაზე მე აზრის ვარ იმიტომ რომ ან საკუთარ თავთან არ მესიამოვნებოდა თითქოს აი ეს ერთელი კონკურსის გავლა ხო თავიდან ბოლომდე და მეორე დროის უნდა გახვიდე და იქ ელოდო როდის გადახვალ და ეგ რომ მე რაში გადადეს იცი ეგ გადადის მე მუდმივ კონკურსანტობაში და შემოქმედებითობაში აღარ მოდის ანუ ბევრი ტიპი მინახავს ეგეთი რომ აი საქართველოშიც რა კი მეც მინახავს ანუ რო ტიპები რჩებიან მუდმივი კონკურსანტები ერთ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მიდიან მეორე კონკურსში რაც ორი ვარსკვლავი მე ცეკვავენ ვარსკვლავები მე საჭმელს აკეთებენ ვარსკვლავები მე ატჟიმანიებს აკეთებენ ვარსკვლავები და მე ესეშვები აი სულ კონკურსებია და ეგ მე აი ესე ციკლი ტრიალებს სულ და კონკურსები და ეგ ნაღდად არ მინდა იმიტომ რომ ასე მგონია რომ მე სულ მაგას ელოდები აი როდის იქნება შემდეგი კონკურსი რომ გავიდე ნუ ალბათ ეს იმიტომ კიდე რომ არაფერი არ ხდება არაფერი არ ხდება მაგრამ ეგ ცოტა მაგრამ ეგ ცოტა მარტივი გზა ეგ ცოტა მარტივი კონკურსის ძიება ცოტა მარტივი გზა მიმაჩნია ნუ აქ ყოველ შემთხვევაში და აი საზღვარგარეთაც არ ვიცი შეიძლება მაგალითად აი მე ცადა რომ გავსულიყავი უცხოების ფაქტორში უცხოურ გოიში იმიტომ რომ იქ მე თუ რაღაცა კენი იქ დაგინახავენ და რა გაგზავნა არ გიცი ესეთი რა არა ბახენ ფიქრ ძრი შეიძლება არა ჯერ ანუ ისე ცოტა იმ სტადიაში ვარ როცა ჯერ კიდევ ვფიქრობ და ვალაგებ რაღაც გეგმებს და კონკრეტულად ჯერ არ ვიცი საითკენ წავალ და ვლაგდები რაღაცა ბევრი რაღაცა მინდა ერთად ძალიან მინდა მსახიობაც ყოველთვის მინდოდა მიუზიკლები რო თქვი ეგეც ნახევრად მსახიობა ნახევრად სიმღერა ინსტრუმენტალისტობა ძალიან მომწონა ყოველთვის მინდოდა რომ ყველაფერზე დაკვრამწოდნო და რაზე იცნობ გიტარაზე ფორტეპიანოზე ასე თუ ისე ახლა რაღაც თურქული ინსტრუმენტი დავამუღამე საზი ქვია და კიდე ეს დიეში მარტივია დაკრია მაგრამ აი ეგეც რა პატარ-პატარა ეგეთ დიჯერიდუ თუ იცი ავსტრალიური ინსტრუმენტია ბუხი ხმა რაღაცნაირად ხო რა ის სულ აქეთ რაღაცებს ინტერესდები ახლა ის დრამზე ვიწყებ სწავლას და ანუ ეგ მადგება კიდევაც იმიტომ რომ როზი ვარ ჩემთვის და რაღაცას ვაკეთებ სახში პროგრამაში სიტყვაზე ძალიან მადგება იმიტომ რომ ბევრი სტილის რაღაცა შეიძლება ერთმანეთში გაუჭირო და კარგი პროდუქტი გამოგივიდეს ბოლოს რა შემოთავაზებები ქონია ეგ ფაქტორს მაგრამ რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცა პატარ-პატარა რაღაცები კი მაგრამ აი ბევრი განსაკუთრებით არა აი მაგას ვამბობ რომ აი ვინც თუნდაც იგებს აი ახლა ერთ-ერთი ნორი ძალიან კარგი არის მოხერხდა რომ საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული მინაშუბლატი მოხერხდა რომ ევროვიზიაზე გადის ოღონდ რამდენი ხნის 2 წლის მერე მოხდა აი მანამდე ნაც არ ჩანდა ანუ ის ხოლმე ინტერვიუებით როგორც ჩვეულებრივ ხო ინტერვიუები შემოთავაზებები არის მაგრამ როგორც წესი მეζარება ინტერვიუები უძრო არ დაგესახა ანუ არ არის ხოლმე დიდად შედეგიანი და თანან მართლა ერთი პერიოდი ვიყავი ავად რაღაცნაირად მენინგიტი ავიკიდე X ფაქტორის მერე და მაგასაც ჩავარდნა მქონდა ანუ თუ რაღაც შემოთავაზებებიც რო იყო და რაღაცები რო ხდებოდა ვერ ვაკეთებ ფიზიკურად და ახლა ჯანზე ახლა რომ შეგიძლიათ შეთავაზოთ რაღაცა ახლა შემოთავაზების გადაც ჩემი თუ რა ჯერჯერობით ჩემ მეორებთან ერთად რაღაცას ვაკეთებ და ნახოთ როგორ რა გამოვა სხვადასხვა ისინი გაქვს ჰობი თუ რაც დამარხოთ არ ვიცი ხო მაგრამ პროფესიით რა ხარ
რუსაცაო. ეგ ხო მან ხო. ეგეთი რამე არსებობს? კი, ხო, აი გარეთის ხალხო, არა კი. ხო, მართლა. მოდით. გვაიგეთი რაღაცა. რაღაც არასდროს გამიგია. ხო, ჯაზის ფაკულტეტი გვაქვს ილიაში. და ჯაზ ვოკალის გვაქვს, საყვირის გვაქვს, დრამის გვაქვს. საერთოდ მე მეგონა კონსერვატორიის გარდა კონსერვატორიაში ახლა ელექტრონული მუსიკის ფაკულტეტი გაიხსნა, მაგრამ ალბათ დაიხურება. შეიძლება, არა, ჯაზ ვოკალი არაა მაგალითად. ხო და აქეთ არის ძალიან პატარა ის გვაქვს. ხო, ეს ანუ მან როგორ მოხდა შიდა გამოცდებით მიგიღეს თუ ზანერად მოხდა ჩვენ უნარები ჩააბარე? მან ჯერ ილიაში ჩავარი, ილიაში საერთო პირველი კურსი არის ერთი ხო? მეცნიერება და ხელოვნება, ფილოსოფიას და ინფორმატიკას. ანუ ყველაფერს დამერეჩა. ხო, ყველანაირი იმას რაღაცას სწავლობ და მე მეორე კურსზე უკვე ირჩევ პროფესიას და მან ჩამოთვალში იყო და თან ვიცნობდი იქ პედაგოგებსაც რომ ანუ იცოდნენ რომ შეიძლება თავიანთ იცოდნენ რომ შესაძლებლობები მქონდა რომ მათ მესწავლა ახლა შეიძლება სულ ახალი რაღაც რომ მივიდეს იქ მოუწიოს დაკვრა ან რაღაც რომ შეამოწმონ რომ შეუძლია თუ არა საერთოდ რამე ხო მან დავიწყე ძალიან სიამოვნებს მან მომწონს იმიტომ რომ ბევრი კაი რაღაცა ვისწავლე უკვე და მაგის გარდა პრინციპში ჯერ პროფესიაზე არ მიფიქრი ან იმას ვფიქრობ არ ვფიქრობ იმას რომ ეხლა ფული რომ მქონდეს რაღაცა უნდა ვაკეთო კიდე იმიტომ რომ ასეც არის სინამდვილეში რაღაცა უნდა აკეთო აქ მაგრამ ასე მგონია რომ მაგის გამო მე მთელი ჩემი სურვილი და мотивация დამეკარგება აქეთ მხარეს და ანუ ენერგია დამეხარჯება უაზროდ ასე მგონია რომ არ დამჭირდება იმისთვის ისკეთებაც მინდა და ხანდახან არის ხო ანუ შესაც მე ვაკეთებ იმითიც არის ხოლმე ხანდახან შემოსავალი და ხო ხანდახან და ამით ვერ ცხოვრებს რეალურად ხო და ნახოთ რა როგორ იქნება მაგას ანუ ველოდები რაღაცებს შვები ან ველოდები რაღაცას მოვლენას კი არ ველოდები რომ აი ბიზნეს მერე ვინ მოვადაგეთ რაღაცებს კი არ ველოდები ჩემ თავთან რაღაცებს ველოდები და ვაკეთებ თან და ნეუნდლა რაღაცები გამოაშკარავდება მაგას ძალიან საითმულო რაღაც კი არა მართლა რაღაც ჩალიჩობთ რაღაცებს და მე დავდებთ მოკლედ რომ ხო ანუ დადებთ კი არ მოვალთ და მოვაშლეთ უბრალოდ დადებთ ხო ან მოხალთ და მოისმენთ ის კონცერტის იქნება აი ეს მომწონს ეგ მე მაგის მომხრე უბრალოდ ვიდრე მოვიცმინო ისე კი კონცერტის იქნება თან კონცერტები უფრო დატვირთული იქნება რაღაცებით ვიდრე აუდიო ფაილები და ყველაზე კარგია ჩემი აზრით საერთოდ მუსიკოსმა რაც აუცილებლად მიშა შენი აზრით როგორი მსმენელი გვაქვს მსმენელი მე ეხლა ბოდიში გაწყვეტინებ მოდიში გეტყვი შენ რო X ფაქტორში იყავი იყო მომენტი როცა ნუ მე ვადევნები პროსტა ესე თვალყურს ყველაფერს და ვიცი რომ ზოგი ამბობდა უი რა კაი ტიპია ხო და სიმღერა კი არა უი რა კარგად წერს უი რა კაი ტიპია ხო ეგრე იყო ხოლმე კი ანუ მაგას ვიზახდი რომ როგორი მსმენელი ყავს გააჩნია ვის როგორი მსმენელი ყავს ანუ რამდენიმე ტიპი არსებობს მსმენელის ჩვენთან არის underground მსმენელი დაყოფილია ძალიან და ეხლა X ფაქტორში ყველა შენ ყველანაირ მსმენელთან ქონდა თითქმის კონტაქტი ხო იმიტომ რომ იქაც იყავ იქაც აი ეხლა შენ შეაფასე როგორი არ ყავს დიდად ერთგული მსმენელი იმიტომ რომ ელოდებიან ახალ კონკურსებს და თან ახალი რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება და ახალი უნდა მოვახდინოთ და ეგ არის ყველაზე რთული და თან ჩვენთან რაც ხდება ის არის რომ აი მიჯაჭვულია ხალხი ნიჭიერს და ტელევიზორს იმიტომ რომ ყველაზე კაი სანახაობრივი და თან რო შეჭამ დაუყურებ არ ხდება მან და შეიძლება ზოგიერთი კარგი მუსიკოსი რომელიც რაღაცას აკეთებს დიახ არ ჩანს მაგრამ აი მაგას ეხა იმიტომ ყავს თქვენს არა მაგალითად ჯგუფი იმიტომ რომ მოახერხეს რომ კი კონკურსების გარეშე ხო მოახერხეს ძალიან ბევრი კარგი რაღაცა ჩემი ინერვეში ვინც იყო ჩემი ბასისტი ახლა არაში არის მე ზურაბ ჯავახია და ეგ არის დიაში არის ხო და
გიორგი ჭილაი. ხო, ვიცი ვინც არის, მაგრამ ის არ ვიცოდი რომ მან იყო. ჩემთან ერთად იყო და ის საერთოდ მოახერხეს, ანუ მიწოდებაც მოახერხეს კარგად რაღაც ლირიკ ვიდეოებს როდებდნენ და ერთიური ყაიგლებით ჰქონდათ მგონი. და აი ეს გამარჯობა. შეიძლება მეც კარგი რაღაც კარგად გამოუვიდათ ეგ და აი თუნდაც მაგათ ხონდათ мотиваცია გააკეთეს ესეთი რაღაცა. ნუ ფაქტიურად მე მგონი ჩემ მანქანისშიც კი არის მათი სიმღერა, იმიტომ რომ უფრო მეტად ქართულ სიმღერა. ხო, ანუ ძალიან ბევრი. ხო, რატო არ გიცდია თუ შენ ჯერ ამ ლოდინში ხარ? ანუ ლოდინში როგორც ეს ჯერ ხო პროექტში გავედი. და პროექტამდე ხო აი მივედებოდი რაღაცებს არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა მინდოდა. ეხლა ზედია და რომ ბევრი რაღაცა მინდოდა ყოველთვის და რა თქმა უნდა არამაცის ვარ. ხო, აი ეს არის მთავარი პრობლემა. მაგრამ ეხლა ალბათ რაღაცებს გავაკეთებ. იმედი მაქვს ჩემი თავის. ნიჭერიერი ვართ? რომ ამბობ ქართველები მომღერლები მაგარი ხო? კი, მაგრამ ყველა მღერის ამას ნიჭერიერი ვართ. მე რა ანუ კი ხო ვართ. კაი, პროსტა მოდი მხარი, როგორ თავგამოდის შენი აზრით? როგორი თავგამოდის, იცი? მე ძალიან ბევრი დიდები გვანან პატარები. ხო, ზუსტად. ხო. და რაც მოსალოდნელი იყო, ანუ გარესამყაროზე მოწყვეტილები არიან ცოტა. მაგრამ ეს ძალიან ჩვეულებრივი არის, ესე მოხდა. Facebook-ი არის და YouTube-ი არის ხა. ხო, ანუ ისეთი თავგამოდის, რომელიც აი მომავალ ყოველთვის ეგრე ხდებოდა, აი ამათ შემიძლია რომ ჩვენო სახლში მე ასე არ შვებოდი და ალბათ მეც ახლა ვიტყვი რომ მაგათა სახლში ასე არ შვებოდი, მაგრამ ეგ ძალიან ჩვეულებრივი არის. უბრალოდ ფიზიკურად ვიზახი რომ აღნაგობით გვანან დიდებს ახლა პატარები. იმიტომ რომ მაგათა სახლში მე მასეთი არ ვიყავი და არც ჩემ გარშემო ხალხი არ იყო მაგათნაირი და კი, უნდათ რომ იყვნენ დიდები მართალია. ხო, და ისედაც არიან ხოლმე. ეგ ყველაზე მეტად. მეტი განსაკუთრებული არის. კაი. და მას აბა რას გვეტყვი სამომავლო გეგმის პატარაზე მაინც გაგვიხილეთ. სამომავლო გეგმებს? ხო, ანუ ეხლა იდეაში ნახავ თუნდაც ჩემ ჯაზ ფაკულტეტზე რა როგორ იქნება, იმიტომ რომ ახლა არის ხოლმე რაღაც კონცერტები. სწავლობ, მაგრამ მომწონს პროცესი. იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გავიგე, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. და სამომავლოდ ჯგუფი დილარო არის ჩვენი ჯგუფი. გერკვია. ხო და რაღაცებს ვიზამთ რა. იმედი. წარმატებას გისურვებ, ძალიან ძმატოვარ ჩემი სტუმარი იყავი, მე კიდე მოვაჩახოთ რომ დაგიშვიდობებით, ნახავთ. პირიქით იქეთ.